რუსთავის ნაგავსაყრელზე სათბური გაზების ემისიების საზომი ახალი ხელსაწყო გამოსცადეს. მოწყობილობამ მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას USAID-ის პროექტის ფარგლებში გადაეცა. კომპანიის დირექტორმა ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირების მიზნით საბაზისო კვლევას ითვალისწინებს. შემუშავებული მონაცემები გამოყენებული იქნება ნაგავსაყრელების დახურვისა და შემდგომი მოვლისათვის. მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას გადმოეცა სათბური გაზების შესამოწმებელი ხელსაწყო, რომელიც დღეს დაიტესტა რუსთავის ნაგავსაყრელზე. რუსთავის ნაგავსაყრელი კომპანიას გადმოეცა 2015 წლის ოქტომბრის თვეში. ჩვენ მოვამზადეთ პროექტი, სადაც მოხდება არსებული უჯრედის დახურვა და ახალი ევროსტანდარტების შესაბამისი უჯრედის მოწყობა. მყარი ნარჩენების მენეჯმენტის მიმართულებით მნიშვნელოვან პროგრესს ხედავ, რაც ძალიან მახარებს ჩემი ქვეყნის მაგალითსა და გამოცდილებაზე დაყრდნობით შემიძლია გითხრათ, რომ მყარი ნარჩენების მართვის ჩამოყალიბებული სისტემის ქონას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მავნე აირების საზომი ტექნოლოგიების გამოყენება და მეთანის აირების რაოდენობის შემცირება. მოხარული ვარ, რომ გექნებათ შესაძლებლობა გამოიყენოთ ამერიკის მთავრობის მიერ გადმოცემული ახალი ტექნოლოგიები, რომელიც საშუალებას მოგცემთ გააკონტროლოთ სათბურის გაზების რაოდენობა.